ეგრეთ წოდებული რაშაგეითის საქმეში ახალი მტკიცებულებები მას შემდეგ გამოჩნდა, რაც გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა კეშ პატელმა სენატორ ჩაკ გრესლის დახმარებით სკანდალური მასალები მოიპოვა. დასაწვავად გამზადებული დოკუმენტების ერთადერთი ასლის მიხედვით ირკვევა, რომ 2016 წელს შტატების მოქმედი პრეზიდენტის რუსეთის აგენტად წარმოჩენის გეგმა პირადად ჰილარი კლინტონმა დააფინანსა. ეს დოკუმენტები არის მტკიცებულება თუ რა მასშტაბზე შეუძლია Deep State-ს მოქმედება იმისთვის, რომ ხელი დააფაროს სახელმწიფო სტრუქტურების იარაღად გამოყენების ფაქტებს. გვჭირდება მაქსიმალური გამჭვირვალობა იმ სქემების შესახებ, რასაც ხლართავდნენ 10 წლის წინ ტრამპის წინააღმდეგ. ტრამპის პრორუსულ პოლიტიკოსად წარმოჩენის გეგმაში აქტიური მონაწილეობა მიიღო ჯორჯ სოროსის ფონდ ღია საზოგადოების ევრაზიის რეგიონულმა დირექტორმა. ბენარდო 2014 წლის უკრაინის ფერად რევოლუციასაც კურირებდა. ჰილარი კლინტონის მიერ დაფინანსებულ შეთქმულებაში იკვეთება ობამას ადმინისტრაციის როლი, მაშინდელი დაზვერვის დირექტორისა და FBI-ის ხელმძღვანელის სახით. როდესაც საიდუმლო დოკუმენტების დაწვისთვის განკუთვნილ ჩანთებს მტკიცებულების მოსაშორებლად იყენებენ, როდესაც დოკუმენტის მხოლოდ ერთი ასლი არსებობს და მას საიდუმლო ოთახში ბალავ, ეს აშკარად Deep State-ის ტაქტიკაა. Deep State-ის აქტორები ჯერ კიდევ არიან დაზვერვაში. FBI-ის დირექტორს კეშ პატელს ხშირ შემთხვევაში Deep State-ი დაუპირისპირდა, რადგან არ სურდათ ამ დოკუმენტების გასაჯაროება. ეს დოკუმენტები საყურადღებოა, რადგან Deep State-მა თავისი ტაქტიკა ფაქტობრივად ამერიკელი ხალხის ნების შესაცვლელად გამოიყენა. Deep State-ის აქტორებს არ მოეწონათ, რომ ხალხმა ტრამპი აირჩია. რაშაგეითის სკანდალის შესახებ გამოქვეყნებულ ახალ დოკუმენტებს თეთრ სახლშიც გამოეხმაურდა. შეერთებული შტატების პრეზიდენტის პრეს-მდივანიც დარწმუნებულია, რომ Deep State-თან ერთად ტრამპის რუსეთის აგენტად გამოცხადების კამპანია სწორედ ჰილარი კლინტონმა დააფინანსა. ცენტრალური დაზვერვა კი იარაღად გამოიყენა. ახლად გასაჯაროებული დოკუმენტები კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ ჰილარი კლინტონმა გასცა განკარგულება პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ რუსული ჭორის გასავრცელებლად. ეს გეგმა მისმა საარჩევნო კამპანიამ დააფინანსა და დაამტკიცა. გამოძიების ფედერალური ბიურო და დაზვერვის ცენტრალური სააგენტო კი იარაღად გამოიყენეს. პრეზიდენტ ტრამპს სურს მართლმსაჯულების აღსრულება. დასავლეთელ ექსპერტთა შეფასებით ახალი დოკუმენტები დონალდ ტრამპის წინააღმდეგ აგორებულ შეთქმულებაში Deep State-ის როლს ადასტურებს და ამ კამპანიაში ბარაკ ობამასა და ჰილარი კლინტონის ჩართულობას ააშკარავებს.